ნათქვამია ჩვენში, რომ 7 თაობის ცოდვები გადადისო შთამომავლებზეო, ხო? ხო და იქნებ მაგისი ბრალია თქვენ რო ღმერთი არ გწყალობთ დღეს. დაფიქრებულ ხართ ამაზე? რა ვიცი, ღმერთზე რო არ ფიქრობ და ნარადისობაზე რო არ ფიქრობ, ალბათ ამაზეც არ ფიქრობს ადამიანი, მაგრამ მაინც მინდა რომ გითხრათ, რომ ახლა ლევან ღოღობერიძის იმიტომ არ ვიძახი ხა ცუდი გაგებით, უბრალოდ ისტორიას უყვები რა. არ მინდა რომ არავის გული დაუწყვიტო, უბრალოდ რასაც ვფიქრობ ის მინდა რომ თქვა რა. იქნებ იმიტომ ხდება ეს ამბავი, თქვენი გაბოროტება, თქვენი და ესე ვთქვათ ეს სიტუაცია როა თქვენ რო არ გწყალობთ და დღეს ღმერთი და დეპრესიებში და იმაში და იქნებ ლევან ღოღობერიძის ცოდვების გამო ეს ხდება ეს ყველაფერი. ამაზე დაფიქრებულ ხართ? ხო არ დაფიქრებულ ხართ და იქნებ თქვენი წინაპრების ცოდვებიც მოინანიოთ და თქვენი ცოდვების და იქნებ უფრო გაგვეხსნას ყველას ერთად რაღაცნაირად გონება რა. ეს აუცილებლად მნიშვნელოვანია, ესაც ყოველად არ იყო ესე მოვდივართ ხო, ჩვენ ყოველთვის რომ 7 თაობის ცოდვები გადადის მათ შთამომავლებზე და მე ზუსტად ამაში მგონია პრობლემა რა, ძირითადად მაგ ადამიანების ასე ამეთო იმ ფორმით, ვინც იქ გახართ რა. აღარა მაქვს მხედველობაში, ისა რა ქვია იმას ხოშტარია გოგი. კონკრეტულად გოგი ხოშტარიაზე მაქვს ახლა ლაპარაკი და არა ლაკა ხოშტარიაზე. თქვენ წარმოვიდგინეთ, აი არ დამთავრდა რა პირველ გადატრიალებაში მონაწილეობის მცდელობა, მეორე გადატრიალებაში მონაწილეობის მცდელობა. რა დაგიშავეთ ბატონო გოგი, გამაგებინეთ რა. რატო უნდა სულ ამ გადატრიალების მცდელობებში რატო უნდა იყოს? თან საერთოდ ვერ ვგებულობ, რომ 9 აპრილი მომხდარია, ეს ყველაფერი მომხდარია. პატარა გოგო გეზდებათ, წარმოვიდგინეთ. ძალიან მშვენიერი და კაი გოგო, ხო? ლაკა ხოშტარიას ისნობდა ხა ბევრი ადამიანი თბილისში და რა მამ გადაგაწყვეტინათ მოსკოვის მგიმოში მისი გაშვება. აი უბრალოდ მაინტერესებს რა ამ ყველაფრის მერე. რატო გაუფუჭეთ ამ ადამიანს ცხოვრება? მეტი ის არ მაქვს რა, თქვენს მიმართ კითხვა რა, არანაირი რა. ნუ ყველა ხო ძალიან კარგად ვიცით ის მგიმოში რა ხდება და როგორ ხდება და რანაირად ხდება, ხო? ლაკა ხოშტარია მახსოვს 7 ნოემბერს თავისი უახლოესი მეგობარი სანდრო გირგვლიანი რო მოკლეს და 7 ნოემბრის აქციებზე ჩვენთან ერთად იყო რა და რადიო უცნობში იყო და გაქიჟებული ესა და აი ამ ყველაფრის მერე კიდე წავიდა და ნაციონალურ მოძრაობაში დაიწყო მუშაობათო. აი просто არ მესმის რა ლაკა რო დარჩენილიყო იმ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან მაგარი მებრძოლი იქნებოდა რა და დღეს იქნებოდა მინდა გითხრათ პირველი რა. აი რატო გაუფუჭეთ ცხოვრება გამაგებინეთ. მოგწონთ ახლა ეს ამბავი რომ ციხეში ზის? თქვენი შვილი ესეთი ნალოლიავები გაზრდილი აშკარად ბავშვობაში კარგი გოგო. როგორ გამოცვალა პოლიტიკამ, როგორ გამოცვალა სპეცსამსახურებმა, არ ვიცი მე რომელი შეიძლება ორივეს ერთად არის ხო, რუსეთისას და დასავლეთისას. ადამიანს ესე როგორ უნდა უნდოდეს საქართველოს საკუთარ ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა, ხო? რაღაცა შინაგანად ადამიანებს ხო უნდა აგზნობინო რომ შინაგანად მართალ ბრძოლაში ხარ. NGO-ების გვერდზე იდგე, არ შეიძლება ეს მართალი ბრძოლა იყოს და NGO-ების ინტერესებს ითვალისწინებდეს საქართველოში. ეს არ არის ნამდვილი ბრძოლა რა, ეს არის სხვა ქვეყნის ინტერესებისთვის ბრძოლა. აბსოლუტურად არა მაქვს ის რაღაცა რომ აი ვიღაცას რაღაც წამოვაძახო ან რა ვიცი ესე ვლაპარაკობდით, მართლა გულიდან ვლაპარაკობ ამას, რასაც ვლაპარაკობ რა. არ ვიცი.